ლონდონის მახლობლად ლესტერის დასახლებაში კვლავ პოლიციის ალყაშია, სწორედ ამ სახლში გარდაიცვალა გუშინ ღამით ბადრი პატრაკაიშვილი. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად ოფიციალური კომენტარი სკოტლანდ იარდის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაც ხედარ სახლში უტარდება, სწორედ მას შემდეგ დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა ლონდონის მახლობლად მდებარე ამ დასახლებაში საღამოს 11 საათზე გამოიძახეს. სატელეფონო ზარის ავტორი იტყობინებოდა, რომ სახლის პატრონი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ბადრი პატრკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. დღეს დილიდან ლესტერჰედის დასახლება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პატრკაციშვილის ვილა ლესტერჰედის დასახლებაში მდებარობს, რომელიც სურეის საგრაფოს ეკუთვნის. გუშინ ღამის 11 საათზე ლედერჰედში ამის სამართზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბადრი პატრკაციშვილმა გონება დაკარგა და იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას შემდეგ სახლთან პოლიცია მუდმივად მორიგეობს. პირველი ოფიციალური კომენტარი სწორედ სურეის ოლქის პოლიციის თანამშრომლებმა გააკეთეს. მათი განცხადებით, ისევე როგორც სხვა მოულოდნელ გარდაცვალებას, სამართალდამცველები ამ შემთხვევასაც საეჭვოდ განიხილავენ, ამიტომ მიზეზის დასადგენად ხედარს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ბოლოს სტუმარი პატრკაციშვილის სახლში გუშინ საღამოს მისი ბიზნეს პარტნიორი და დიდი ხნის მეგობარი ბორის ბერეზოვსკი იყო. მან დღეს დილით Associated Press ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პატრკაციშვილი არ ავადმყოფობდა, თუმცა გუშინ საღამოს მას გული აწუხებდა. Я не имел возможности войти в дом, поскольку никого туда не пропускают. პატრკაციშვილის სახლთან ამ დრომდე ბრიტანელი პოლიციელები მორიგეობენ. ქალაქში, სადაც მდიდრული ვილები არავის უკვირს, ასეთი ხალხმრავლობა მაინც უჩვეულოა. მეზობლების ერთი ნაწილი ამ სახლის ბინადრებს როგორც წყნარ ოჯახს, ისე იცნობდა, თუმცა უმეტესობამ მეზობლის ვინაობა სწორედ დღეს შეიტყო. ეს საკმაოდ წყნარი დასახლებაა, წარმოდგენა არ მქონდა ამ სახლში ვინ ცხოვრობდა. იმ სახლში ადრე ვარ ნამყოფი, მაგრამ რაც ეს მფლობელი ყავს, მას შემდეგ არაფერი ვიცი. არც იმ პიროვნებას ვიცნობდი, ვინც გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით პატრკაციშვილის ხედარი ამ დრომდე სახლშია დასვენებული. იქ იმყოფება რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიც. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, როდის გადაასვენებენ ხედარს საავადმყოფოში, სადაც ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. სანამ სკოტლანდ იარდის ოფიციალური დასკვნა გახდება, ცნობილი ვერსიები ისმის ბიზნესმენის და პოლიტიკოსის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს დღეს თბილისსა და მოსკოვში გამოთქვამდნენ. ვერსიები განსხვავებულია და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკოსების ნაწილი მკვლელობაზე საუბრობს, ნაწილი კი გულის შეტევას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ნათია გოგსაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. დიახ, მართლაც მანამდე სანამ ექსპერტიზის დასკვნა იქნება, საუბრობენ მხოლოდ ვერსიებზე მოსკოვსა და თბილისში და ეს ვერსიები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია. ბადრი პატრკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა მოსკოვსა და თბილისში. პოლიტიკოსების ნაწილს არ სჯერა, რომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გულის შეტევით გარდაიცვალა. ზოგი დღეს თავად პატრკაციშვილის ბოლო განცხადებებსაც იხსენებდა. გამოითქმება გარკვეული ვარაუდები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კენთებოდა პირადად მის მიერ ამ ორი თვის განმავლობაში, არათუ მინიშნებები, არამედ მოთხოვნა მის წინააღმდეგ ორგანიზებული მკვლელობის ორგანიზებით მიმდინარე რაღაც ფაქტების შესახებ განცხადებების თაობაზე. ჩადარდება სამედიცინო ექსპერტიზა, ზუსტი პასუხი გვეცოდინება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მკვლელობა. შეიძლება ეს რუსული კვალი იყოს, შეიძლება ქართული კვალი იყოს, შეიძლება ბრიტანული კვალი იყოს. მე ზუსტად ვერაფერს ვერ გეტყვით. უბრალოდ მე ერთი რამე შემიძლია ჩემი შინაგანი რწმენა გითხრათ, რომ ის თავის სიკვდილით ალბათ არ უნდა იყოს გარდაცვლილი. განსხვავებული მოსაზრება აქვს მრეწველთა ფრაქციის ლიდერს ზურაბ ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ პატრკაციშვილი შესაძლოა გულის შეტევით გარდაცვლილიყო. ამ ვერსიის არ სჯერა სალომე ზურაბიშვილს. რეალურად მემაჩნია, იმიტომ რომ ნერვულობა ის არის, რაც ადამიანს მაქვს პირდაპირ მინდა გითხრათ. აი ნერვულობის საბაბი რა ქონდა იმ მეორე საკითხი და რა გამოიწვია და რატომ ნერვულობდა. მაგრამ ნამდვილად მემაჩნია, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო ბუნებრივია. დღეს ყველამ ვიცით, რომ გულით არავინ არ აღარ მეტადრე განვითარებულ ქვეყნებში, მეტადრე ლონდონში. ძალიან მარტივი არის, რომ გადაარჩინო ადამიანი. პატრკაციშვილის გარდაცვალების შესახებ მედია საშუალებებით შეიტყვეს უმრავლესობის წევრებმაც. გამოძიების დასრულებამდე ისინი პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ. გარდაცვალების დღეს ამ სურს პოლიტიკურ თემებზე სპეკულირება თქო. გამოთქმა არსებობს, რომ გარდაცვალების ან კარგი ან არაფერიოდა, ხო? თუ გინდათ რომ მაინც ამ თემაზე ვისაუბრო უკაცრავად. ჯერჯერობით ასე არის, რომ ის გარდაიცვალა გულის შეტევით და ახლა მე დარწმუნებულია ლონდონში არსებობს საკმარისი რესურსი.